ერთი ძალიან ისეთი ეგრეთ წოდებული თავხედური ექსპერიმენტი აქვს რა. აიღო მოკლედ ორი ჯგუფი და ლეგოების ექსპერიმენტი გაგიგიათ? ერთ ჯგუფს უთხრა, რომ აი მე შენ მოგცემ ამ ლეგოს ნაწილებს და ააწყე რაღაცა ლეგო და როცა ააწყობ ამაში მე შენ მოგცემ $3. ხო? ეს იყო ეგრეთ წოდებული meaningful condition რა, ანუ ესე იგი რაღაცა მნიშვნელოვანი, ანუ იმიტომ რომ როცა ვართმევდით ამ ლეგოს უკვე აწყობილს, ამას ვდებთ და მეორე ნაწილებს ვაძლევთ და აქედან კიდე ააწყე კიდე ერთი ნაწილი, კიდე ერთი რაღაცა სათამაშო რა. და მეორესაც თუ ააწყობ, უკვე გაძლევს $3 კი არა, $2.70. ანუ ვაკლებ. ყოველ შემდეგ ნაწილზე ვაკლებ 30 ცენტს. თუ ფულია მოტივატორი, წესით ხო 15 წუთში რაღაცა შეგიძლია დააგროვო და წესით არ უნდა გაინტერესებდეს ამ შენ ლეგოს რა მოუვა, ხო? წესით ბოლომდე უნდა გაყვე, თუ მხოლოდ ფულია მოტივატორი. და ეს იყო meaningful condition, მაგრამ მეორე condition იყო ეგრეთ წოდებული სიზიფე გახსოვთ, აი რაღაცა დიდ loads რო ააგო, Sisyphic condition, აი ციხის კინოები რო გვინახავს, ხო ის ერთი და იგი ორმოებს რო ათხრევინებენ და მერე ისევ ავსებინებენ და მერე ისევ ათხრევინებენ, დაახლოებით დათა თუთაშხიაში, დათა არქიფოს ამბავი როგორც არის, ხო? როდესაც შენ ამიწყე ლეგო მე გამოგართვი, კი $3 მოგეცი, მაგრამ შენ თვალწინ დავამტვრიე ეს ლეგო რა. აი შენ თვალწინ იმას ვქენი, თითქოს ეს შენი ნაშრომი დავამტვრიე და კი გაძლევს $3. მე მეორე ნაწილს გაძლევ და კი ბატონო 2.70, 2.40, 2.10 და ასე შემდეგ. როგორ ფიქრობთ, რომელი ჯგუფი ჩამოვიდა ქვევით რა? უფრო, ანუ რამდენი დეტალი ააწყო ამ ჯგუფმა და ამ ჯგუფმა. რა თქმა უნდა, ხო, 11 ააწყო ამან და 7 ააწყო ამან რა. აი 7-ის მერე თქვეს, რომ აი ვეღარ ვიტან უკვე მიმტრევს ეს რა და რაღაცა ფული აღარ მიღებს ეს ფული რა. იმიტომ რომ როცა კომუნიკაციის ტერიტორია არის მორალური, მაშინ мотиваციას აქვს ხოლმე ადგილი. როცა შემოგაქვს ეკონომიკური სიდიდეები, უკვე საქმე ფუჭდება